აფხაზები აპირებენ უმაღლესი საბჭოს ხდომებზეც გაიტანონ საკითხი სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ. აფხაზეთის მთავრობის ქართველი წარმომადგენლები დროებით საბჭოსაგან დროულ ნაბიჯებს ითხოვენ. ყარყარაშვილი ხალხს ამ ინფორმაციით აგზავნის იოსელიანთან. ჯაბა იოსელიანი კონკრეტული განკარგულების გაცემისაგან თავს იკავებს, თუმცა არც რაიმეს უკრძალავს ყარყარაშვილს. სიამოვნებით წავალ, ვიღებას ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას და ჩემი ხალხი გამომყვება მე აუცილებლად გვარდიის შენაერთები, აუცილებლად გამომყვებიან და ჩვენ შევეცდებით, რომ დახმარება გავუწიოთ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს. სუსტად მახსოვს ჯაბა იოსელიანის პასუხი. კი ბატონო, ოღონდ იცოდე, რომ ოფიციალურად სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილება, სამხედრო საბჭო ამისთანა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, იმიტომ რომ შეიძლება კონფლიქტი დაიწყოს. ამიტომ პიროვნულად თუ შეხვალ დასახმარებლად, წინააღმდეგი არა ვარ, ოღონდ თუ რამე მოხდა, იცოდე დროებითი საბჭო პასუხისმგებლობას მოიხსნა. ყარყარაშვილმა მსგავსი ნახევრად თანხმობა საბჭოს ორი წევრისაგან, სიგუასაგან და კიტოვანისაგანაც მიიღო და მაშინვე აღუთქვა აფხაზეთის მთავრობის ქართულ დელეგაციას დახმარება. დავაიმედო, რომ ხვალდილით ჩვენ უკვე აფხაზეთში ვიქნებით, ავაშე და გამოტრიალდი ამ თათბირიდან. არამ გზაში მივხვდი, რომ არც ისე მარტივი იყო და სიხარულს არც ისე მყარი საფუძველი ჰქონდა. ენგურის ხიდს პოლიციის აფხაზური შენაერთები იცავენ. ჭუბურხენჯის გადასასვლელთან 120-მდე შეიარაღებული აფხაზი იდგა. თუმცა მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე ეროვნული გვარდიის შენაერთების დაყოლიება იყო. ყველა ფორმირებას თავისი მეთაური ჰყავდა. ყოველ მათგანში იყო ნაწილობრივი უნდობლობა, რომ თბილისის ომის მსგავსად ჩაითრევდნენ პროცესში, სადაც როგორც მერე დრომაც დაამტკიცა, მტყუან მართლის გარჩევას წლები არ ეყოფოდა. სანამ თათბირს მოიწვევდა და აფხაზეთში გადასვლის განზრახვას სხვა ბატალიონების მეთაურებს შეატყობინებდა, ყარყარაშვილმა თავის მარჯვენა ხელს, პაატა დათუაშვილს დაავალა შეერჩია ფონი ენგურზე, საიდანაც ქართული შეიარაღებული ძალები აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოვლითი გზით გადავიდოდნენ. მას მერე რაც ასეთი ფონი უკვე შეარჩიეს, ყარყარაშვილის კაბინეტში, რომელიც ზუგდიდის სკოლის შენობაში იყო, თათბირი გაიმართა. თითქმის ყველა ბატალიონი თეთრი აწევის გარდა მახსოვს, თეთრი აწევის ბატალიონს დროებითად დათვალწეორი ასრულებდა მოვალეობას. თითქმის ყველა წინააღმდეგი წავიდა, შესვენება გამოაცხადა თათბირის და მადლენად ხახა ვივახშოთ შეერები ვარ. ვივახშოთ, მეთქე დუშეთის ბატალიონის მეთაური იყო გელაგელაშვილი, იმას უთხარ, გელას ასმელი